აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ნატოს პარტნიორებთან ერთად ვლადიმერ პუტინზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს. აბრამსის ტანკები, ატაკამსის და სტინგერის რაკეტები, ასევე PAC-3-ის გადამჭერი რაკეტები პატრიოტის სისტემებისთვის და სხვა შეიარაღება ახლა ევროპაში იწარმოება და პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება. ხოლო შეერთებული შტატები მზად არიან საბოლოოდ გამბლოკონ თურქეთისთვის F-35-ის გამანადგურებლების მიწოდება. ეს ნატოს სამიტის პირველი შედეგებია, რომელიც დღეს ანკარაში დაიწყო. უკრაინისთვის სამიტის ატმოსფერო ხელსაყრელია, რადგან წინა დღეს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა დონალდ ტრამპის დიდმა მეგობარმა განაცხადა, რომ ნატოს ლიდერები, მათ შორის ტრამპიც, მხარს უჭერენ. უკრაინის მიერ დრონებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დართმების გაძლიერება არის მცდელობა მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნონ. ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა კი სხვათა შორის განაცხადეს, რომ მზად არიან აიტანონ მათი ტერიტორიაზე დრონების ინციდენტები, რადგან ეს მცირე ფასია უკრაინის ბრძოლისთვის რუსებთან. ამ ფონზე კი გავრცელდა შესანიშნავი ამბავი. უკრაინულმა დრონებმა ნამდვილი ნადირობა დაიწყეს რუსეთის ჩრდილოვან საწვავის ფლოტზე. ამ ღამით ერთდროულად 8 ტანკერი აალდა, რომლებიც ოკუპირებულ კრიმში მიემართებოდნენ. და როგორც ჩანს, ნახევარკუნძულზე თვითონ დართმების შემდეგ, ეხლა მადი არის ფრინველები, თუ მიხვდით რაზე ვლაპარაკობ, კრიმის რეალურ ბლოკადას იწყებენ. მეორე მხრივ, ზოგიერთი ამერიკული მედია პირქუშად წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს სამიტზე ცუდ განწყობაზე წავიდა. და ამერიკელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ვერ არიან დარწმუნებულები, ანკარას შეხვედრა უპრობლემოდ ჩაივლის. მოდით ახლა ერთად განვიხილოთ, რა არის ამ დროისთვის ცნობილი და რა არის ნატოს სამიტის პირველი შედეგები ანკარაში. მე ალექსეი პიჩი ვარ და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ახი, დაადოთ ლაიქი გამოშვებას და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ნახვამდის რამ დურ გამოიწერე. გამოიწერე გამოიწერე. გამოიწერე. მოდი დავიწყოთ თავიდან, კერძოდ ნატოს ან სამიტის განრიგით. დღეს დაგეგმილია თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის ჩატარება. ღონისძიებაზე უკვე დაიწყეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმების გამოცხადება. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, თანაც ძალიან დეტალურად. შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საღამოს კი გაიმართება ოფიციალური მიღება და ვახშამი სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელებისთვის და მათი მეუღლეებისთვის. და ამ ღონისძიებაში ასევე მიიღებს მონაწილეობას ვლადიმირ ზელენსკი. დღის ბოლოს გაიმართება უკრაინა-ნატოს საბჭოს ხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კვლავ სამუშაო ვახშმის ფორმატში. და ამის შემდეგ ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვედრებს გამართავენ იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის წარმომადგენლებთან. ეს არის დღევანდელი გეგმები, ხოლო უკვე ხვალ გაიმართება ლიდერების ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა. ანუ იგივე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა, ისიც ხვალ გაიმართება. და დღეს თავარი ყურადღება თავდაცვის მრეწველობაზეა გამახვილებული. და აქ ჩვენ გვაქვს რეალური გარღვევა. ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო წარმოებას ევროპაში გადააქვს. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკული იარაღი, მათ შორის აბრამსის ტანკები და ატაკამსისა და სტინგერის რაკეტები ევროპაში იწარმოება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე წამყვანი ამერიკული თავდაცვითი კომპანია, მათ შორის ანდურელი, ბოინგი, General Dynamics-ი, Lockheed Martin და Raytheon-ი შეთანხმდნენ ახალი სამრეწველო თანამშრომლობის ინიციატივებზე ევროპის მსხვილ თავდაცვით კომპანიებთან, როგორიცაა Dell Defense-ი, პოლონური ჯგუფის Zbrojnianowa და Rheinmetall. ეს მოგცემს საშუალებას ვაწარმოოთ ან შევინარჩუნოთ ამერიკული ძირითადი შესაძლებლობები, როგორიცაა აბრამსის ტანკები, ამრამის რაკეტები, ატაკამსი, ბარაგუდა 500 მცირე ზომის საავიაციო ბომბები და სტინგერი.
აქ, ევროპაში. ეს სწორედ ისაა, რასაც უკრაინა მოუწოდდა, როცა ამბობდა, რომ ევროპელებმა უნდა მიაღწიონ საკუთარი წარმოების ზრდას და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებას. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი შეიარაღება მხოლოდ ამერიკელებს აქვთ. სწორედ ამ თემას განიხილავდნენ დიდი შვიდეულის 3-ზე ივნისში. გახსოვთ? და აი გამოცემა პოლიტიკო, რომელმაც მიიღო ცდომა დოკუმენტებზე, უფრო დეტალურად ხსნის, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. დოკუმენტების მიხედვით, რომლების გამოცემა პოლიტიკო მიიღო, რამდენიმე შეთანხმება, რომელიც დღეს ანკარაში გაფორმდა, ითვალისწინებს აშშ-ში შექმნილი შეიარაღების სისტემების ნაწილის წარმოებისა და ტექნიკური მომსახურების გადატანას ევროპაში. ეს გარიგებები, როგორც მიხვდით, ყველასთვის მომგებიანია. ერთი მხრივ ეს ამერიკული ბიზნესის წახალისების გზა, რადგან როგორც ამ უნდა შევხედოთ, ეს წარმოების გაფართოება. მეორე მხრივ კი ეს უზრუნველყოფს ევროპისთვის ძირითადი შეიარაღების სისტემებზე უფრო ფართო ცდომას. როგორც დოკუმენტებში აღნიშნული, პაკეტში შედის ევროპული წარმოების მოკლე მანძილის საზეინტო რაკეტების სტინგერის სამუშაოები, ასევე კომპანია Raytheon-ის AIM-100C 8 ამრაამის რაკეტების წარმოების, გაფართოების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. და რაც ყველაზე მთავარია, იქნება ევროპული ტექნიკური მომსახურების ცენტრი, PAC-3-ის ჩამჭრელებისთვის. PAC-3, რომლებიც გამოიყენება Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინაზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულ ინიციატივაში სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობს. და აი დოკუმენტების მიხედვით გერმანია და ნიდერლანდები ასეთ ევროპულ მამოძრავებელ ძალებად გვევლინებიან. ისინი ნატოს პარტნიორობის მხარდაჭერის კომიტეტთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობით ევროპაში შექმნიან საწარმოო სიმძლავრეებს, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ამავე რაკეტების, PAC-3-ის მომსახურებისა და წარმოებისთვის. შეთანხმების მიხედვით შეერთებული შტატები ევროპაში წარმოებას დაუშვებს, მაგრამ საბოლოო გაყიდვებზე კონტროლს შეინარჩუნებს. ამრამის რაკეტების კონტრაქტზე პრეტენზიის მქონე ქვეყნების სიაში შედის ბელგია, კანადა, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ნორვეგია. ამასთან კიდევ ერთი ქვეყანა განხილვის ეტაპზეა. აქ ინსაიდერები უკრაინაზე მიანიშნებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამის შესახებ საჯაროდ მაინც არასდროს განაცხადებენ. როცა ისინი პირდაპირ იტყვიან, რომ დიახ, უკრაინა მიიღო ლიცენზია და იწყებს იქვე ამერიკული რაკეტების წარმოებას. საკითხი ისაა, რომ ამერიკული იარავის წარმოების ლიცენზიებს საჯაროდ მხოლოდ ევროპული კომპანიები მიიღებენ და შემდეგ ისინი უკვე არასაჯაროდ შეძლებენ იარის წარმოების გაშლას უკრაინულ კომპანიებთან თანამშრომლობით. გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი და აშშ ასევე მოაწერენ ხელს კიდევ ერთ განცხადებას განზრახვის შესახებ, რომელიც ეხება ევროპული ტექნიკური მომსახურების ცენტრის შექმნას. PAC-3 რაკეტებისთვის კომპანია Lockheed Martin-თან ერთად. კიდევ ერთი ინიციატივა შეეხება ATACMS-ის ტაქტიკური კომპლექსების წარმოებას. ATACMS-ის კომპლექსების წარმოებას, რომელიც ხორციელდება კომპანია Lockheed Martin-თან და Rheinmetall-თან ერთად. ამ ეტაპზე მხარეები მზად არიან მოაწერონ ხელი მემორანდუმს და უკვე განიხილონ თანამშრომლობის შემდგომი დეტალები. სარაკეტო ნიდერლანდები განცხადება განზრახვებზე ევროპული CR-ის შესახებ. ნიდერლანდები და პოლონეთი ასევე მოაწერენ ხელს განზრახვებზე ევროპული შექმნის შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა, როდესაც უკრაინა იცავდა თავს გაველურებული რუსებისგან. ეხლა კი მოიყვან პოლიტიკოსის ციტატა, სრულიად კომენტარის გარეშე. ვფიქრობ, თქვენ თვითონ ყველაფერს მიხვდებით. რაოდენიმე განცხადება ხაზს უსვამს მოკავშირეების ძალისხმევას ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებების მარაგების სწრაფად აღდგენისკენ, რომლებიც სერიოზულად ამოიწურა აშშ-სთან და ირანთან ომის დროს. და ეს საშუალებები უკრაინასაც ძალიან სჭირდება, მოკლედ აშშ-ში თავისი მარაგები ამოწურა, აღდგენას კი ყველა ერთად დაიწყებს. რაკეტების შესყიდვის ღონისძიებათა პაკეტი განიხილება უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს შეერთებული შტატები და რომელსაც უკვე უწოდეს შესყიდვების კოალიცია. ეს ინიციატივა ასევე წარდგენილი იყო ნატოს სამიტის ინდუსტრიულ ფორუმზე. და სწორედ აქ იკვეთება ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი. გახსოვთ, როგორ მოუწოდებდა დონალდ ტრამპი ევროპას, რომ თავად უზრუნოყოს თავი იარაღით, თავად დაიცვას თავი. ამბობდა, რომ წავა ევროპიდან, გაიყვანს ჯარს და საერთოდ ევროპელებმა მეტი ფული უნდა დახარჯონ საკუთარი თავდაცვისთვის. ევროპამ საბოლოოდ მოусმინა დონალდ ტრამპს და დაიწყო საკუთარი იარაღის წარმოების და საკუთარი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის განვითარება. გარდა ამისა, დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ალიანსის წევრებს კიდევ უფრო მეტად გაზარდონ სამხედრო ხარჯები. როგორც აღნიშნა მარკ რუტემ, ნატოს ქვეყნებს არ შეუძლიათ თავისუფლება მისცენ გადადონ თავიანთი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსების დაფინანსების გაზრდა. მთავარ საფრთხეებად რუტემ დაასახელა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მან განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო მიზნებზე თითქმის 50%-ს ხარჯავს თავისი ბიუჯეტიდან.
ჩინეთი აგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აფართოებს ბირთვულ პოტენციალს გამჭვირვალობის გარეშე, ხოლო ჩრდილოეთ კორეა აფართოებს თავის ბირთვულ პროგრამას. რაც შეეხება ირანს, მიუხედავად იმისა, რომ მარკ რუტემ განაცხადა, რომ ამ ქვეყნიდან მომდინარე საფრთხე შემცირდა აშშ-თან ომის შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. ეს ქვეყნები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ და ეს ყველას უნდა გვაწუხებდეს, რადგან გარწმუნებთ, ისინი ჩვენს ინტერესებს არ ემსახურებიან. და სწორედ აქ ფინანსური საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა. მანამდე ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ იმ 120 მილიარდიდან, რომელიც წელს ნატოს ქვეყნებმა დამატებით გამოყვეს სამხედრო მიზნებისთვის, ნახევარზე მეტი საბოლოოდ ამერიკულ და ირანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს შეხვდათ. ნახევარზე მეტი. და ევროპელებმა დაიწყეს შიდა ბაზარზე ორიენტაცია. მათ თქვეს, რომ თუ თავდაცვაზე მეტ თანხას მაინც გამოყოფენ, ეს ფული ევროპულ იარაღზე უნდა დაიხარჯოს და არა ამერიკულზე. მათ თქვეს, რომ კარგია, ჩვენ უფრო მეტ ფულს ხარჯავთ, მაგრამ ამით სარგებელს იღებს ამერიკული თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსი. ამასთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ციტატას მოვიყვან გამოცემა პოლიტიკოდან. ვაშინგტონი იყენებს იარაღის წარმოების გადატანის პროექტს, რათა თავი წარმოაჩინოს როგორც მთავარი პარტნიორი ევროპის თავდაცვითი პროდუქციის ბაზარზე. ევროკავშირის მრავალრიცხოვანი ინიციატივების ფონზე. ბრიუსელი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს თავდაცვის დაფინანსებაში, ხოლო ამერიკული კომპანიები შეშფოთებულნი არიან პროგრამა იყიდე ევროპული მდგომარეობით, რაც შეიძლება შეზღუდოს მათი ცდომა ევროპულ ბაზარზე. ასე რომ აქ ყოველთვის არ არის საუბარი ალტრუიზმზე, არა, უბრალოდ ბიზნესი. უკრაინისთვის ეს ნატოს სამიტი შეიძლება მართლაც წარმატებული და შეიძლება ითქვას ისტორიული იყოს. ვლადიმირ ზელენსკი სამიტზე მიდის მკაფიო გეგმით, რომელიც გულისხმობს შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსები აიძულოს მოლაპარაკებებზე წასვლას. და რაც თავარია, ევროპელები ამ დარტყმებს აქტიურად უჭერენ მხარს. უკვე აღარავინ უყურებს იმ მელოთ დიქტატორ ვლადიმირ პუტინს. თითქოს ვინმეს აინტერესებს რას იფიქრებს ის. არა, ყველა ამბობს, სუპერ, დაბომბეთ მოსკოვი, გააგრძელეთ ასე, ლამაზი სურათია, ყველაფერს კარგად აკეთებთ. პრეს ნატოს სამიტის გახსნაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფურმა განაცხადა, ციტატა, ომი იმ ფაზაში გადავიდა, როდესაც უკრაინასაც შეუძლია სერიოზული დარტყმები მიაკენოს რუსეთს. ამ ნატოს სამიტზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგზავნით სიგნალს უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ჯამში იქნება 140 მილიარდი ევრო, ამ და მომდევნო წლებისთვის, რომელსაც შევძლებთ დავფირდეთ. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ რუსეთმა მოიგოს ეს აგრესიული ომი და ეს სამიტიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამას. ევროპელები აცნობიერებენ რა უნდა გააკეთონ. ამავე დროს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ ნატოს ლიდერები, მათ შორის დონალდ ტრამპი, მხარს უჭერენ უკრაინის დრონებით დარტყმების გაძლიერებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს მოსკოვის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას. თითქოს ყველაფერი საკმაოდ სამართლიანია. თუ პუტინი არ სურს ადეკვატური მოლაპარაკებები, საჭიროა რუსების თავების დაბომბა, რომ მათ როგორმე გავლენა მოახდინონ საკუთარ დიქტატორზე და ბოლოს და ბოლოს ის ისევ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ალექსანდრ სტუპმა დაამატა, რომ მიუხედავად შიშებისა კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ, მათ შორის რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც კი, უკრაინის სამხედრო კამპანიამ შეცვალა აშშ-ის სტრატეგიული ხედვა ომის მიმართ და გააძლიერა კიევის მოლაპარაკებების პოზიცია. შემდეგ მოვიყვან ალექსანდრ სტუბის ციტატას. ნატოს ყველა ლიდერი შესანიშნავად ესმის, რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა თulis რომ საჭიროა ასეთი ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერება. სტუბი. ნატოს ყველა ლიდერი შესანიშნავად ესმის, რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა თulis რომ საჭიროა ასეთი ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერება. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რადგან ყველა, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრებიც, ხედავს, რომ ეხლა უკრაინა დომინირებს ბრძოლის ველზე. ამან შეცვალა სტრატეგიული აზროვნება იმ ადამიანებისაც კი, ვინც ცდილობს შუამალობა გაუწიოს სამშვიდობო პროცესს. უკრაინა ახლა უკეთეს მდგომარეობაშია როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ თვალსაზრისით, ვიდრე ომის განმავლობაში ოდესმე ყოფილა. ზუსტად ამიტომ ხედავთ ახლა რუსეთში არაერთ შემაშფოთებელ მოძრაობას. და სწორედ ალექსანდრ სტუპმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება ამ სამიტთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აშკარაა, რომ რა თქმა უნდა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ახლა არ განიხილება. უკვე აღარავინ აკენებს ამ საკითხს. ვითომ სანამომია ეს საკითხი ნამდვილად არ განიხილება და გაწევრიანება არ იქნება. მაგრამ სწორედ უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის ინტეგრაცია ნატოს პარტნიორებთან არის საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა, რომ უკრაინას მიეცეს სტატუსი, რომელიც ევროპას უახლოვდება და შეექმნას ყველაზე ხელსაყრელი პირობები
შესაძლო გაწევრიანებისთვის მომავალში. დაითავად ალექსანდრ სტუპმა შეგვახსენა, რომ სანამ მისი ქვეყანა 2023 წელს ნატოში გაწევრიანდებოდა, პირველი რაც გააკეთეს იყო ნატოს სტანდარტებზე გადასვლა შეიარაღების სფეროში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვით სამრეწველო კომპლექსში. და იგივე ურჩევს უკრაინასაც. ამბობს, რომ თუ ასე იქნება, მაშინ პრინციპში წევრობის საკითხი, როგორც ითქვიან, უკვე მეორე ხარისხოვანი გახდება. უკრაინულმა დრონებმა ნავთობის ტერმინალებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე დართმების შემდეგ ყირიმში ნამდვილი ნადირობა დაიწყეს რუსეთის საწვავის ფლოტზე. ამ ღამით ერთდროულად 8 ტანკერი ალდა, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში მიემართებოდნენ. ამის შესახებ იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალი რობერტ მადიარ ბროუდი. სარდლის თქმით, ოკუპირებული ყირიმისთვის საწვავისათვის ბრძოლა აზოვის ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, მაგრამ ამ ღამით ეს საჰაერო გახსნაში მოხდა. ასეთი ოპერაცია სრულიად ახალ დონეზე გადავიდა. უკრაინულმა დრონებმა ამ ღამით დააზიანეს 8 საწვავის ტანკერი, ერთი მშრალ ტვირთმზიდი და ერთი ბორანი. ანუ სულ 10 გემი ერთ ღამეში. ყველა დაზიანებული ტანკერი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. ესენი ეგრეთ წოდებული რუსეთის ფედერაციის ჩრდილოვანი ფლოტის წარმომადგენლები არიან. ამიტომაც ისინი სრულიად ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები არიან. ეს გემებია, რომელთა ტევადობა დაახლოებით 7 ტონა. ეს არის საწვავის ტონები და სიგრძით დაახლოებით 140 მეტრი, აშენებული 2006-დან 2012 წლამდე პერიოდში. მანამდე მადიარმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია ტანკერებზე თავდასხმის შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ საწვავის მიწოდებას ყირიმში. მას შემდეგ რაც უკრაინულმა უპილოტოებმა დაარტყეს ნავთობის ტერმინალსა და კერჩის ბორანებს. ეხლა ეს ნადირობა სისტემატურ დონეზე გადავიდა. გაგრძელება იქნება. სუბტიტრების რედაქტორები ემ ლოსევა, ეგოროვა, ბოიკო. რუსეთის ჩრდილოან ფლოტზე დარტყმების გარდა, ამის განმავლობაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მტრის ოპერატიულ ზურგში მოხერხდა 58 სამხედრო სამიზნის დამუშავება. დარტყმამ მიაკენეს ოკუპირებული ნახევარკუნძულის ენერგეტიკასაც, კერძოდ ელექტროენერგიის მიწოდების ობიექტებსა და ყირიმის ლოგისტიკურ კვანძებსაც მიადგა ზიანი. ამ თავდასხმის ყველა შედეგის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ უკვე ამ ეტაპზეც აშკარაა, რომ ისინი საკმაოდ მასშტაბურია. და ამ გამოშვებას დავასრულებ იმავე მაჯარის ციტატით. ციტატა: ჩვენ გაუძლებთ, მოსკოვი დაეცემა, ყირიმს გამოუკვებავთ და აღვადგენთ. აქ წერტილებს დავსვამ.
თქვენი აზრი და დასწრები დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ კომენტარებში. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჯერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.